საზვერეთა შესახებ. შინაარსით. ცნება საზვერეთა შესახებ. რაზეა დაფუძნებული მოძღვრება საზვერეთა შესახებ და რას წარმოადგენენ ისინი? რაში მდგომარეობს საზვერეთა ცნებისადმი მიდგომათა განსხვავება? ორი მიდგომიდან რომელია ყველაზე მართებული? გვხვდება თუ არა ცისკენ განსაკუთრებული ამაღლების შემთხვევები? ციტატები საზვერეთა შესახებ. საზვერეები, საბაჟო პუნქტები. 1. ადამიანის სიკვდილის შემდგომ სულის გამოცდის ადგილები, რომელთაგან თითოეულზე განსაკუთრებული დემონები, მეზვერენი, ადამიანებს მათ მიერ ჩადენილ ცალკეულ ცოდვათათვის ასღვევინებენ. 2. სულის სიკვდილის შემდგომი გამოცდა, რომელიც ამჟღავნებს მის მორალურ მდგომარეობას, აღესრულება მიუკერძოებელი მსაჯულის თვალწინ, ანგელოზთა და დემონთა უშუალო მონაწილეობით და გავლენას ახდენს კერძო სამსჯავრო განჩინებაზე. ცნება საზვერეთა შესახებ. საზვერეები არის კერძო სამსჯავროს ხატოვანი, სიმბოლური წარმოდგენა, მიწიერი ცხოვრების შედეგთა შეგნება დაცემულ სულთა მეშვეობით, რომელთაც ღმერთი ნებას ვრთავს იყონ თავისი მართლმსაჯულების იარაღები. მართლმადიდებლური მოძღვრების თანახმად ადამიანის სიკვდილის შემდეგ, როდესაც სული გაეყრება სხეულს, ანგელოზთა მიერ მიღებული ქრისტიანის სული ღმერთისკენ ამაღლდება. ამ გზაზე ადამიანის სულს ეგებებიან დემონები, ყოველგვარ ცოდვათა და მანკიერებათა დასაბამნი. ისინი თავიანთი ბრალდებებით ხელს უშლიან მის ამაღლებას. ამგვარი ბრალდებების პროცესს ეწოდება სწორედ საზვერეები ან წვალებანი. ტანჯველებად მეზვერეებად აქ გამოდიან დაცემული სულები, დემონები. ისინი ამხელენ ადამიანის სულს მის მიერ ჩადენილ ცოდვებში, ცდილობენ გამოავლინონ მასში ფესკადგმული ვნებები. ცოდვითი ვნებების მხილებისას ისინი ცდილობენ იპოვონ მასში მათთან ნათესაობა, თავიანთი ცოდვილიანობა, საკუთარი დაცემა და ჩააგდონ იგი ჯოჯოხეთშიებ. ეგნატე ბრიანჩანინოვი. საზვერეებში ადამიანის ცოდვები ბათილდება საპირისპირო სათნო საქმეთა ან შესაბამისი მონანიების მეშვეობით, თეოფანე დაყუდებული. საზვერეები ქრისტიან სულთა ხვედრია, სადაც მათში მჟღავნდება ქრისტიანთა ერთგულება, ან ღალატი თავიანთი მაცხოვრისა და გამომსყიდველის, ღმერთკაც იესო ქრისტესადმი. ხოლო ქრისტესადმი ურწმუნონი და საერთოდ ყოველნი, რომელთაც არ შეუცნიათ ჭეშმარიტი ღმერთი, ამ გზით ვერ ამაღლდებიან, რადგან მიწიერი ცხოვრებისას ცოცხლობდნენ მხოლოდ ხორცით, სულით კი უკვე დაფლულნი არიან ჯოჯოხეთში და როდესაც ისინი მოკვდებიან, დემონები ყოველგვარი გამოცდის გარეშე იტაცებენ მათ სულებს და აგდებენ გეენასა და უფსკრუში. ნეტარი თეოდორას გადმოცემა საზვერეთა შესახებ. როგორ ველურობადაც გინდა ჩვენებოდეთ ჭკუის კოლოფებს სწავლება საზვერეთა შესახებ, მათი გავლა მაინც არავის ასწდება. თეოფანე დაყუდებული. რაზეა დაფუძნებული მოძღვრება საზვერეთა შესახებ და რას წარმოადგენს ისინი? მოძღვრება საზვერეთა შესახებ ეფუძნება წმიდა წერილსა და ეკლესიხილეს წმიდა გადმოცემას. დემონთა სურვილზე, იბატონონ ადამიანზე, ღვთაებრაელთაივი გამოცხადება არაერთგზის მოწმობს. მაგალითად ეშმაკის შესახებ ნათქვამია, რომ იგი იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. 1 პეტრეს 5:8. თავისთავად ცხადია, რომ ეშმაკის სურვილი შთანთქას თავისი მსხვერპლი, არ შემოიფარგლება მისი მიწიერი ცხოვრების საზღვრებით, არამედ ვრცელდება სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზეც. სწორედ ამ კონტექსტში ხდება გასაგები ჯოჯოხეთის ბიბლიური გამოსახვა, პერსონიფიცირება ურჩხულისა და მისი უსაზღვროდ გაღებული მტაცებლური ყბის, ესაია 5:14 და გაუძღომელი მუცლის სახით, სირაქი 51:7. ვინაიდან ჯოჯოხეთში ადამიანი ჩადის მხოლოდ სულით, ანუ სხეულისაგან სულის განყოფის შემდეგ, თვითშესაძლებლობა შეიპყრონ და გამოკეტონ ადამიანის სული ჯოჯოხეთში, დემონების წინაშე იხსნება სწორედ ამ პერიოდში. სატანა წერილში მოხსენიებულია, როგორც ჰაერის მთავარი, ეფესელთა 2:2. ჰაერი კი არის მიწისა და სივრცის ის სფერო, რომლის გავლითაც ამაღლდებიან ცისკენ გარდაცვლილთა სულები. საქმე 1:9. სწორედ აქ ვითარდება დემონურ ძალთა მთელი ბრძოლა სულის დასაუფლებლად, რომელსაც ეშმაკი, მის დამი დაქვემდებარებულ დემონებთან ერთად, დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყდებს თავის ბადეში. ფსალმუნი 9:30. მაგრამ აი მოულოდნელობა, უბრალოდ აიღოს და ტყვედ ჩაიგდოს ადამიანის სული, წაართვას იგი მეუფეს, ანუ ქრისტეს, ეშმაკს არ ძალუძს. იობი 2:6. ვინაიდან თუმც ძლიერია იგი, მაგრამ არა ყოვლისშემძლე, როგორც ღმერთი. ამიტომაც ცდილობს ის მიაღწიოს ბატონობას სულზე, ცდილობს წარმოაჩინოს იგი უღირსად და, რაც მთავარია, ვერ შემძლეთ იცხოვროს წმიდათა სასუფეველში. რადგან ეშმაკი არის ცილის მწამებელი და ტყუილის მამა და თანაც დასაბამიდან კაცის მკვლელი იოანე 8:44 გასაგებია, რომ ღმრთის ჩარევა და მის წმიდა ანგელოზთა მზრუნველობა რომ არ იყოს.
სამართლიანი მხილების საფარქვეშ ნებისმიერს დასწამებდა ცილს და დაღუპავდა, რადგან სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს იოანე 8:44. აქედან მომდინარეობს ღვთაებრაელთა ივიშეწევნის აუცილებლობაც, აქედანაა ლოცვაც. უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიხსენ მე. ფსალმუნი 7:2. სულის გამართლების ამოცანას, მისი სათნო საქმეების, აზრების, სურვილების და სხვა გახსენებას, ღმერთი ანგელოზებს აკისრებს, ვინაიდან ყველანი მომსახურე სულები არიან, მათ და სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე. ებრაელთა 1:14. სულებზე ანგელოზთა მზრუნველობის კლასიკური მაგალითია იგავი მდიდარსა და ლაზარეზე. მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიკაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. ლუკა 16:22. ხოლო მაგალითი სულის აღებისა ბოროტი დემონების მიერ გვხვდება იგავში უგუნურ მდიდარზე, უთხრა მას ღმერთმა, უგუნურო ამაღამე ამოგართმევენ სულს. ლუკა 12:20. ერთმანეთისაგან განსხვავდებიან რა იერარქიული ხარისხებით, ბოროტებითა და მზაკვრობით, დემონები ამასთანავე საქმიანობის მიმართულებებითაც განსხვავდებიან, რაც სულთა დაღუპვას უკავშირდება. ამ კუთხით ცოდვათა გარკვეული სახეობებისთვის სულებს ასღვევინებენ განსაზღვრული დემონები, ეს წელი მეზვერეები. ყოველივე ეს ხდება ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, ჯერ ერთ ადგილას სულისაგან გამოიკითხება ცოდვათა ერთი სახეობა, შემდეგ მეორე ადგილას, მეორე და ასე შემდეგ, გამოცდების დასრულებამდე ზოგჯერ 20-ზე მეტი ასეთი ტიპის ადგილს ითვლიან. სული ამ დროს იტანჯება და საშინელ ჭმულმას განიცდისაია. ადგილები, სადაც გამოიცდებიან ცისკენ მიმავალი სულები, იმ ადგილების ანალოგი ხილეთ, სადაც ადამიანებს გადასახადებსა და ხარკებს აკისრებენ, საზვერებად იწოდებიან სიტყვიდან მეზვერე გადასახადების ხარკის ამკრეფი. ასეთი პარალელი მისაღებია არა იმიტომ, რომ ნებისმიერი გადასახადების ამკრეფი აპრიორი დემონებზე მსგავსება და პირიქით, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ ძველად მეზვერენი ხშირად მიმართავდნენ მევახშეობას და ჩადიოდნენ უსამართლობასა და სისასტიკესაია. რაში მდგომარეობს საზვერეთა ცნებისადმი მიდგომათა განსხვავება? ეკლესიხილეს გადმოცემისთვის მრავლად არის ცნობილი საზვერეთა გავლის გამოცდილება. პრინციპში მათი ახსნა ერთმანეთისთვის არაურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებამდე მიდისაია. ზოგიერთის აზრით, საზვერეთა გავლა არის გამოსაცდელი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ღვთაებრაელთა გადაწყვეტილებას, ანუ კერძო სასამართლოს, ხოლო მეორეთა განცხადებით, ეს სასამართლო სწორედ საზვერეებით იწყება. ასე მაგალითად ღირსი მაკარი ალექსანდრიელის მოწმობით, ღვთის სასამართლოს სულის მიმართ აღესრულება სხეულიდან განსვლიდან მე-40 დღესაია, მანამდე სული კიდევ ორჯერ ამაღლდება ღვთის თაყვანისცემად, მესამე და მეცხრე დღესაია ამასთან. პირველი 2 დღე ის იმყოფება მიწაზე, მესამედან მეცხრემდე შემოიფრენს ზეციური 60 სივრცეებს, ხოლო მეცხრედან მე-40-მდე მოიხილავს ჯოჯოხეთის უფსკრულებს, იხილეთ ვრცლად. მაკარი ალექსანდრიელის სიტყვა, მართალთა და ცოდვილთა სულების განსვლის შესახებ, ანუ როგორ განშორდებიან. ისინი სხეულს და როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან. ხოლო ანტონი დიდის სულთა ამაღლების ჭვრეტისას ხედავდა დიდ გოლიათს, რომელიც ცდილობდა მათთვის ცისკენ მიმავალი გზა დაეკეტა. გოლიათს დემონები ეხმარებოდნენ. ზოგი სული ამ გზას წარმატებით გადიოდა, ზოგი კი ქვემოთ ემხობოდა, იხილეთ ვრცლად, ცხოვრება ღირსი ანტონი დიდისა. მსგავსი რამ აღწერილი აქვს წმინდა გრიგოლ დიალოგოს. სულის გამოცდა მისი გამოსახვით მდგომარეობდა იდუმალი ხიდის გავლაში აკროლებული მდინარის ზემოთ, რომლის მიღმა გადაშლილი იყო მშვენიერი და სურნელოვანი მინდორი. მართალთა სულები თავისუფლად გადადიოდნენ მასზე, ხოლო ცოდვილები ვერა და ხიდიდან ცვივოდნენ, იხილეთ დიალოგები. საუბრები იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სულის უკვდავების შესახებ, წელი 4, თავი 36. ორი მიდგომიდან რომელია ყველაზე მართებული? სულის ხვედრის განსაზღვრაში საზვერეთა როლის როგორც პირველი, ისე მეორე შეფასება სრულად შეესაბამება წმიდა წერილის ასოსა და სულს. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში მსაჯულად აღიარებულია უფალი, მისი ზუსტი გაფრთხილების თანახმად. მე მივაგებ შურს, მე მიუძღავ. მეორე 32-35, ჩემი ეშურისკება და მე მივაგებ, ამბობს უფალი რომაელთა 12-19. როგორც პირველი, ისე მეორე ახსნა თან ხვდება ფორმულას, ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთეს, მასე მოიმკის გალატელთა 6:7, ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა ებრაელთა 9:27. ამასთან გარკვეული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მეორე მიდგომა მაინც უფრო მკვეთრად ამახვილებს ყურადღებას იმ ზნეობრივ ჭეშმარიტებაზე, რომ ზეციურ სავანეებში გადასახლების შესაძლებლობა დაკავშირებულია სულის შინაგან უნართან. იცხოვროს ღმერთთან და მოყვასთან ერთობაში, იცხოვროს წმიდათა კანონისა და ნორმების მიხედვით. თუ სულმა მიწიერი ცხოვრების განმავლობაში ასეთი უნარი არ გამოიმუშავა, ის ჯოჯოხეთში სატანჯველად არის განწირული.
რას მოიმოქმედებს ის წმიდათა სასუფეველში? ამასთან ეს მიდგომა უფრო აშკარად ეთანხმება სიტყვებს, რადგან ადვილია უფლის თვალში აღსასრულის დღეს მიაგოს კაცს მისთა საქმეთა ებრაელთა სირაქით 11:26. გვხვდება თუ არა ცისკენ განსაკუთრებული ამაღლების შემთხვევები? ისტორია მიცის ასეთი მაგალითები. საერთოდ კი, რაც უფრო წმინდაა სული, მით უფრო თავისუფალია მისი მისწრაფებაზე ცისკენ. მაგალითად, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სული მიძინების შემდეგ პირადად მიხილეღო ქრისტემ. ციტატები საზვერეთა შესახებ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პირდაპირი მნიშვნელობით აღიქმება ცნობები საზვერეებზე, იქნება ეს ძველი თუ თანამედროვე ცნობები, მოძღვრება იმის შესახებ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანს ელის გამოცდა. საყოველთაოდ მიღებულად უნდა ჩაითვალოს მართლმადიდებლური ტრადიციხილესათვისაია ამ გამოცდას დოგმატური ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოებში, კერძო სამსჯავროს. უწოდებენ იმ საყოველთაო საშინელი სამსჯავროსგან განსხვავებით, რომელზეც ყოველი ადამიანის სიკვდილის შემდგომი და საბოლოო ხვედრი განისაზღვრება, მიტროპოლიტ ილარიონ ალფევი. ყოველი ჩვენთაგანი მხურვალედ უნდა ვევედრებოდეთ ღმერთს, რათა ჩვენი სიკვდილის დროს გვიხსნას განსაცდელთაგან და ეშმაკის თავდასხმებისგან აღმოსავლეთის კათოლიკე, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიხილეს მართლმადიდებლური აღსარება. წყარო, აზბიკა, რუ.